მოგლოცავთ. ილია თოფურიამ ბრაზილიელი ოლივეირა დაამარცხა და უკვე 2 წონის ჩემპიონია. Bravo. ალბათ ყველამ ნახეთ შემოპაეტა ეს ამბავი სულ რაღაც 3 წუთში ჩაანოკაუტა მეტოქი. არა და ილიას ჩხუბი რომ მენახა დილის 7-ზე მაღვიძარა დავაყენე და ყოველ წუთში ზარის გამეორება მიუთითე. პირველად რომ დარეკა მაღვიძარამ დამეზარა ეგრევე წამოხტომა როგორც ხდება ხოლმე, მეორედ რომ დარეკა წამოვჯექი და მესამედ რომ დარეკა გალახული საწყალი ოლივიერა იყო უკვე დაგდებული თვალები გადატრიალებული მოხარშული თევზივით და ძილ შედივრად მე თუ ვკითხავთ ჭირდებოდა მეორე ქამარი ილიას 1000 ვინმე ეპატიჟება სუფრაზე და რომ მოიმატოს ახალი წონის ქამარიც აქვს ახალი ნახრედი რო არ გაიკეთოს მაგრამ პირდაპირ დიდ ქამარს გაიკეთებს ერთი მეორე ქამარი არ ვიცი მაგრამ მე მთელი ღამე არ მიძინია ილიას ჩხუბი რომ მენახა და ამან 2 წუთში დააძინა მოკალათ ტიკაცი დავიჭებო თავ ისე ოლივიერას თუ ეძინებოდა სახში ვერ დაიძინა ერთი ილია რომ ჩამოვა უნდა შევუმოწმო მგონი ქვაუჭირავს ხელში ფოტოთის ქეში აბა ასე რანაირად ნოკაუტი არ ვიცი აი გემრიელად კი ამოვარტყა ჩემი აზრით თოფურია უბრალოდ გვარს ამართლებს თოფივით ისთვის მუშტებს რაჭკაჭკა რა უნდა აი ისი მე ის მიყვის მაინც რო არ უფრთხიან აი რატო აი აგერ მაგალითად პედი პიმბლეტმა ილიას გამოწვევა მიიღო და იმედია ყბაშიც მალე მიიღებს აი ძილთგანი ბიჭი ამას ისე ნახე ეგ პიმბლეტი რო გადაუხტა რინგზე თუ ნახე როგორ არა ილიამ ხელი მკრავო და სუსტი დარტყმა აქვს ილიამ ორივე ხელი დაკავებული ქონდა და მიხვდი ახლა რა კარია და ისე კარგად იხურა ილიამ მე მგონი კარიერას რო დაასრულებს სცენარისტობას აპირებს და ხوار დაუძახოთ ჩვენთან მაგარი იქნება მე თუ მკითხავ მე უკვე ჩვენ შოუს ხუმრობებით მოამარაგებს UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია და კაი ბიჭი ხართ რომელიმე და ნუ გაიცირებთ მერე ხოლო მუსიკა უცვლელი დარჩება რადგან ჩვენ შოუში დოლგარმონზე უკრავს და კეიბის გაწყობაზე გვაყენებს ქსოვრალები და გიორგი შოჭიტაშვილი კარგები ხარ მადლობა ახლა კი ფეხბურთი როგორც იცით მიმდინარეობს სოფლიოს ჩემპიონატი კლუბებს შორის სადაც ჩვენმა ხვიჩა კვარაცხელია თვით მესის დაუპირისპირდა და მისმა პესაჟემ 4-0 მოუგო ინტერ მაიამი არა კვარა რომელიც და მეც მიაღწევდა ამისი ყოველთვის მიჯეროდა მაგრამ მესი თუ შემეცოდებოდა ოდესმე აბაც ვერ მოვიფიქრებდი აბა პესაჟეს მეკარე დონარუმა კი ისე უსაქმოდ იყო რომ კარის უკან გოგო გაიცნო ავაზეს დაპატიჟა მარტო ერთ მომენტში უთხრა ბოდიში კუთხურია და მოვალახლავე არ მოისყიდო კარგია კვარას თვითონ გოლი არ გაუტანია როგორც მოგეხსენებათ რადგან მეგრული ზრდილობა აბა მესის საპატივი ხა ბოლო მე გასახდელში უთქვამს მესის კვარასთვის მალადელს კვარა ჯირკოჩიო დააპარა მაგას მამი დაყავდა გათხოვილი აქ მოკლედ კვარამ ევროპის ჩემპიონატზე რონალდუს მოუგო და ახლა მესის ასე რომ კვარა ჩვენთვის კვარადონაცაა პელედონაც კვაკენბაუერიც და კვინედი კვიდანიც ჩაგეკვარა ოჩახ შენს კაი ილია თოფურია ხარ რა ვქნა ისე შენს ვისკენ ხარ აი ამ ტურნირზე ეგ მაინტერესებს ჩემო ნიკოლო პესაჟისკენ კვარა თამაშობს და შენ მე ბოლნისის სიონისკენ ვარაგი ჩემპიონატზე არა მაგრამ ხო იქნებოდა
ისეთი ტემპი უჭირავთ მაგათ, ჯერ უმაღლეს ლიგაში გადმოვა, აუცილებლად. მერე ლიგაზე გავა და მერე კლუბების მსოფლიოზე. რა კიდე ვერ გავიგე? მე ბონისისიონისკენ ვარ და რა, ვერ გავიგე რა. არა, კარგია, კაცო, ეთქო ვიღაცა მაგარი დაიბათეს და მაგითო. შეამჩნევ მაგითო. და შემდეგი ნიუსიც იმაზეა, ვინც უნდა შეამჩნიოს. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საქართველოში რესტორანში შესვლა მრცხვენია, ფულს არავინ მახდევინებსო. მასე მე და ეს დავწრები უნდა ვიყოს თუ არა? აბა ჩვენ აქ ამ შოუს წამყვანა გერგვე ხალისთან გენაცვლე. რესტორანში რო არ გვახდევინება, ეგ ვიხარია ზუსტად. აბა სანიოლმა ეკითხა თურმე გაფიცებ ყველაფერს რას ნიშნავს? აი რა აბავია ხო? ისე რა მაინდა ჩვენთან არ მოვა სანიოლი? რესტორანი გვაქვს? არა, კაცო, გადაცემაში ვამბობ. არ ჩვენ გამოვართვებთ ფულს. არ გადავახდევთ დაპატიჟებული ხარ ბატონოვილი. მიმართო? დი. ბატონოვილი. ხვალ მე და ნიკა გეპატიჟებით რესტორანში და შევეცდებით ეგ უხერხულობა როგორმე გაგიხროთ. დიახ. სადმე კაი რესტორანში მოვჯდეთ და თქვენ გადაიხადეთ. არანაირი პრობლემა არ აქვს. ხუმრობთ ეხლა თორე გადაგახდევნებთ კი არა? შენ სოფლეზე გაგვიყანე და თუ არ გაგალოთოთ აგერ ნახო. აი ეს ბიჭები მოგვრეთ. ახლა ერთი საინტერესო სტატისტიკა. აბა გისმე? 2024 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით თბილისში მოსახლეობის 34%, ანუ მე-13 ცხოვრობს. კარგით რა ხალხო რა ნახეთ ამ თბილისში ვერ გავიგე. ჩვენ რას ვიყურებთ კაცო, ჩვენ არ გვიშვებენ თორე აქ რა გაგვაჩერებთ. ანუ 1/13 თბილისშია, 2/13 დანარჩენ ქალაქებში და 0/13 რო უახლოვდება სოფლის მოსახლეობა, იმიტომაც ღირს წელს ბალი 25 ლარი და ვერ გვიყვი. ნახე უკეთესად ავხსნი. საქართველოს მოსახლეობის არა განაშენი ვერ ახსენე. რა თქმა უნდა დავაკონკრეტო. კი ბატონო. საქართველოს მოსახლეობის 34% თბილისში ცხოვრობს, 34 იტალიაში და საბერძნეთში. ასევე ამერიკაში 34%. მოიცა? მე გვი გაცდა 100%. ეს ბუღალტერია რა შემტენე ვერ გავიგე გაგიდა კაც გავანებებს. დავაზუსტებ. 34% არის კვირის დღეებში. შაბათ-კვირას 12%-ზე ჩამოდის, რადგან გადიან რეგიონებში. გადიან რა, გავდივარ. რამდენ სიტან ჩემო მშობლიურო თბილისო, არ ვიცი. იასნა. მართლა რამდენ სიტას დედაქალაქი. თანაც ბევრ კარგ ამბავსაც, თუნდაც შემდეგ ნიუს მაგალითად. თბილისში ლამბორგინის შოურუმი გაიხსნა. ვიჩხარე პრეუსის პირო. დამემატებია ცოტა და ლამბორგინი დამეცი არჯობდა. ჰოდა დადგება ახლა რიგები გენაცვალე. იქნება ახლა ლამბორგინიც. ბოდიში ბოლო ვინ არის აქ? აი ისა უკაცრავად. ლურჯები დარჩა? არაყვითელი არ შემომთავაზოთ არ. აქციაც იქნება მან საახალწლოდ. აი სურამში როგორცაა ნაზუქებზე 7+1, ანუ იყიდი 7 ლამბორგინს, ერთ ჩუქნია. ისე მე არ მომწონს ლამბორგინი. დაბალია რა. აბა როგორები გივასება ეს მაინტერესებს. როგორი და აი მაღალი ქერა სისფერთვალება, აი დიდი მკერდით და თუ ხო და მაგდაბა ლამბორგის მოყვება მერე. ბევრი. არის მაგაში ლოგიკა. რადგან ავტომობილებს შევეხეთ, ერთი სახალისო ნიუსი მინდა გაგაცნოთ. ჩინელი მძღოლი თვალების ფორმის გამო ელექტრომობილმა ჩაძირებულად ჩათვალა და შუა გზაზე გაითიშა. მიასხვევია პირი კიდაღამ. მეცაც გეტყვით. იამნანაც უმღერა და საბანსო უსწორებდა მძღოლმა
არ ვარ დაღრილი, ჩინელი ვარო. ეთყობა აურია რაღაცა მანქანა. თორემ ჩინელები რომ იღლებოდნენ, მილიარდ ნახევარი ვერ იღლებოდნენ, ეგ. მართალი, აიცი, მანქანა უნდა გეკითხებოდეს 5 წუთში ერთხელ. როგორ ახარ? და შენ თუ მალე უპასუხებ, გააგზელოს გზა თუ არა, მაშინ გაჩერდის. ანუ რისი თქვა გინახეთ შევატაშე ბათუმში რომ მივდივარ ჩასვამდე 60 ჯერ უნდა მკითხოს მანქანამ როგორ ახარო? მასე უფრო დავილეცებ სამ. მოკლედ დასახვეწია ეს ელექტრომობილები, მინიმუმ მონადირეებს არ გამოადგენთ. ეს მანქანები ცალი-თვალი დახუჭული აქვს მაგათ ძირითადად და მაგითო ხო ხდეთ ხო აი და შეგვიძლია ხო ჩვენთან რომ მომხდარიყო მსგავსი ალბათ ასეთი ნიუსი იქნებოდა ქართველი მძღოლი ელექტრომობილმა ნასვამი ჩათვალა და ეგრევე ბოზებში გააკეთა კარგი რა ხო მანქანაზე და სისწრაფეზე გავახსენდა ანუ მანქანა და სისწრაფე აბა თურმე ივლისში დედამიწა ყველაზე მეტად აჩქარდება. რას მელა ისეთ არის ხერ დღეს? 3 ივლისი ხო? ბატონო. მე შეიკარი ღვედი რომ წამეტრაცია გწინა რიგში. ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები დამრუარ დაგვაყოს ასეთ გადავარდეთ. ისე კარგია ივლისში თუ აჩქარდება, გვაწყობს ჩვენ. ანუ მალე გავალთ შებულებაში. აი ყველანი ვინც ახლა აქ ვარ და ასე რომ გვიყურებენ ერთი სული აქ თუ დავამთავრეთ მონოლოგი, ყველანი გავალთ შებულებაში. შეიძლება პატა მომისმინე, შეიძლება არ გვაწყობდეს. რატო? ისე თუ აჩქარდა რომ დღეღამეში ორჯერ დაღამდეს, ორჯერ მეტი გადაცემა გვექნება ჩასაწერი. სამაგიეროდ ხელფასის ორჯერ მოგვიწეს, ბიჭებო, როგორია? ახლა მითხარით აღალა და ნახეთ ყველას ღიმილი გადაეფინა. ნუ იმას არა, იმიტომ რომ იმას კაი ხელფასი. აგვისტოში მე ისევ შენელდება. თუ არესად მოუმატებს სიჩქარეს და გადაყრის მე ისე კარგად. ფული რო გაქვს, რომ გადავარდე, ყოი სხვადასხვა ეცები. მომისმინე, მე მგონი აქ რაში გვაქვს საქმე? რაში გვაქვს საქმე? არ მომეწონა ეხლა. მე მგონი, ხო. რაში საქმე ხوارჯობდა? მე მგონი რა ხდება თუ იცი ახლა? აბა ჰე. ივლისში ხო ცხელა და დედამიწა მოუმატა ბრუნვას. ცოტა რომ დაგვიბეროს რა. ეს მართალია. გენაცვალე რომ. დიდი მადლობა გენაცვალე მე. უღრმესი მადლობა. იმიტოა სულ ქარები რო გლიჯავს ყველაფერს. მართლა ასე აჩქარებული დედამიწა. ის სიმღერა ასე უნდა ვიმღეროთ. შიანელეთ დედამიწა ჩავარდი. ჩავდივარ, იმიტომ რომ ვერ მოვასწარი. ხო, კაი. და ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. წარმატებები ძვირფასო აბიტურიენტებო. გისურვებთ მხოლოდ წელს ყოფილიყავით აბიტურიენტები, მხოლოდ წელს. მაგარია სტუდენტობა ისე. ჩემბატა. ახლა არ ვიცი და ჩვენ დროს სულ სხვა სიყვარული ქონდა სტუდენტებს ერთმანეთში. ერთ პატარა ხაჭაპურს რო ვიყოფდით 7-8 კაცი. ბატონო, იუპის წვენში ჩაწოვილი პური. მაგას სიყვარული კარა გაჭირება ერქვა ნიკუში. გაჭირება. კარგი იყო რაც იყო ჩემო ძმაო. სხვათა შორის პირველი გამოცდა არის ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ხოლო ვისაც გონია რომ გამოცდა არის ქართულ ენაში და ლიტერატურაში, ჯობია საერთოდ არ მივიდეს გამოცდას. მიდი ახლა უსურვე ბავშვებს წარმატება გეყოფა სიცხვილია გვიყურებენ რა არის ხა ვერ გავა ახლა აბიტურიენტებს მინდა მივმართო აბა გისმენ რა დროს პატა და ნიკა შოუა რო ჩამომიჯექი აქ და მიყურებ ხვალ გამოსდა თქვენ გაგტუ ჩვენ ხო ზედი ზაგლობი მესადრე დრო იგრიჭებით მან თორე აგვისტოს ბოლოს ვინ გაიცინებს მაგასაც ნახ ბავშვებო აბა წარმატებები სანერვიულო არაფერია თქვენი მშობლები ინერვიულებენ თქვენს მაგრიოთ და თქვენს საქმეს მიხედეთ რაც მთავარია აბა თქვენ იცით რაც მთავარია დიდი გრანტი მოიპოვეთ აბა რა ჩვენ გავაგრძელებთ შოუს და შეგახსენებთ რომ ჩვენ შოუში დოლგარბოზე უგრავს და არასამეცადინეო განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი
ბატა, რამინა რო გითხრათ, როგორც ვიცით ხოლმე, ხვალ ახლა თქვით ეროვნული გამოცდები. ჩვენებურად ხო არ გავამხნევოთ? მე მგონი უფრო დავარიგოთ. კი ბატონო, ჭკუის დარიგება გამამხნევებელ გამაჯანსაღებელის სიმღერით. კარგი, წავედი.